ყველა ძაღლს ერთი რამ აერთიანებთ. ერთმა საბედისწერო შემთხვევამ მათი ცხოვრება სრულად შეცვალა. ჩვენს გარშემო კი ყოველი ფეხის ნაბიჯზე არიან ძაღლები, რომლებიც გადარჩენისთვის იბრძვიან. საბედნიეროდ არსებობენ ადამიანები, ვინც მათ კეთილდღეობაზე ზრუნავენ და ბევრი ჩვენგანის გასაკეთებელს აკეთებენ. გადაწყდა ერთი სახლის დადგმა შახატოურში. მე კი ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამ ადამიანებთან საერთოდ კიული და საზრუნავი დამაკავშირებდა. ერთ დღესაც ჩემი ტელეფონის ზარმა დაარეკა და მთელი ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. ეს ისტორია დაიწყო 3 წლის წინ, როდესაც ჩემი სახლის ღობესთან ლეკვის კმუტუნი გავიგე. სადაც და რა პირობებშიც არ უნდა დაიბადოს ლეკვი, ის ბედნიერია, რადგან მას გვერდზე ყავს და-ძმები და დედა. ამ პატარა ლეკვის თვალებში კი მარტივად იკითხებოდა სევდა და მათი მონატრება. თუმცა მალე ყველაფერი შეიცვალა. ლეკვს ძალიან გაუმართლა, რადგან ჩემთან და 5 სხვა ძაღლთან ერთად მოხვდა. ბეკო, კიცინა, ჩორნა, ჩესი, პრინცესა. ამ გასაკეთებ. ხორი ხო არ. სახელზე ბევრი არ გვიფიქრია და ტოლმა დავარქვით. რატომ? აი ამიტომ. აქამდე 40-ზე მეტი ლეკვის გაჩუქება მოახერხეთ და ახლა ტოლმას ჯერიც მოვიდა და გავაჩუქეთ კიდეც. თუმცა ცელქობის მიზეზით უკან დაგვიბრუნეს. ასე აღმოჩნდა ტოლმა ჩვენი ბანდის წევრი. ტოლმა მალე წამოიზარდა და სტერილიზაციის დროც მოვიდა. ნერვიულო? რეალურად კი სანერვიულო არაფერია, რადგან სტერილიზაცია უმარტივესი ოპერაცია, რომელიც სულ რაღაც 9 საათი გრძელდება. ეს გავუკეთეთ ტოლმას სტერილიზაცია, რომ უფრო მეტი ლეკვი არ შეემატოს ჩვენს ისედაც სავსე ქალაქს და ქვეყანას. ამასობაში კი ტოლმასთვის პირველი თოვლი მოვიდა. გაზაფხულის მოსვლასთან ერთად მხიარულებას დასასრული არ უჩანდა. თუმცა დღესდღეობით ბეკო მომიგუდა. ბეკოს ტკიპის ნაკმენი შედეგად ერლიიხოზი დაემართა, რომელმაც მოხუც ძაღლს გარკვეული ორგანოების ფუნქციონირება შეუჩერა. ბეკო რამდენიმე წლის წინ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ჩვენს მეზობლად გადმოსვა შეშინებული, გაუბედურებული, დამწვარი. დაჩაგრული. თუმცა ბეკომაც იპოვა სიმშვიდე, შეიძინა მეგობრები. ბევრს ბეკო შეიძლება ჩემი ვიდეოებიდანაც გაახსოვთ. ბეკოს მოეწონა. მიუხედავად ქუჩაში ბედნიერი ცხოვრებისა, ხოლოს ბეკოს შემაწყე, რომ ძალიან გაუსწორდებოდა სახლში შემოსვლა და გული წყდება, რომ ვერ მოასწარი, რომ ეს სიბერე მეჩუქნა ბეკოსთვის. ბეკო, რა გიდა რატო შემომეპარე? ტონ, მოდი. რაც ბეკოს დავაკელი, ახლა მინდა რომ შენ გაჩუქო. და დასჯილი ბავშვიც ხარ. ტოლმა იყო დაახლოებით 1 თვის, როდესაც სახლთან ამომაკითხა და ახლა არის აი ესეთი. ახლა როგორ გავს გერმანულ ნაგას? ჩინური ძაღლი დაინახა. აი ისე ქონდა წენხურავი, აი ისე. ეგ რატო გიჭირავს ხელი? რატო და თუ გემაროა შეჭამ. ასე ბედნიერები ცხოვრობდით მე, ტოლმა და ჩვენი მეგობრები. თუმცა ბედნიერება ხშირად დიდხანს არ გრძელდება. ერთ თითქოსნა მშვიდ საღამოს ჩემი ტელეფონის ზარმა დარეკა, რომელმაც ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. რამდენიმე წუთის წინ მანქანამ დაარტყა ტოლმას, უკანა ფეხებს ვერ ამოძრაობს და სიმედია ხერხემალში არ არის გადამტყდარი. მიუხედავად დიდი იმედისა, რენტგენმა ზუსტად ისა ჩვენარისის ყველაზე მეტად მეშინოდა. ხერხემლის მეოთხე და მეხუთე მალის მოტეხილობა. ძაღლების ხერხემალში გადის ზურგის ტვინი, რის მეშვეობითაც ტვინი უკავშირდება სხეულის ნაწილებს. დაზიანების შემთხვევაში კი ხდება ამ ნაწილების პარალიზება. ტოლმას დიაგნოზი: სხეულის უკანა ნაწილის პარალიზება. სავარაუდო აღდგენის დრო ვერასდროს. მთელი ღამე გავათენეთ და დაურეკავ ექიმს. მედი მაქვს რომ რაღაც შანსი მაინც ექნება და doesn't have any feeling in. Not a good sign. Prognosis to total recovery is low. მიუხედავად გავლის უმცირესი შანსისა, ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა ოპერაცია და გვეცადა. და აქედან დაიწყო ყველაზე რთული დღეები ჩემს ცხოვრებაში, რომლებიც ერთმანეთს გავდნენ და თან მუდმივად ახალ სიურპრიზებს ვთავაზობთ. იმედგაცრუება, შფოთვა, დეპრესია. ფიზიკური ტკივილის გარდა ტოლმა უდიდესი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო. ეხლა ეთყობა ტკივა შენ და მაგიტო ხარ ესეთი მოწყენი. ერთმა წამიერმა შემთხვევამ ყველაზე დამოუკიდებელი ძაღლი გახადა ყველაზე დამოუკიდებელი ჩემზე. იცი რა ეს მიტოვებოც. ცხოვრების ესეთ რთულ პერიოდში გავიცანი ზაქარა, რომელიც ტოლმასნაირ ხეიბარ ძაღლებს უმზადებს ეტლებს. ამას ოპერაცია გაუკეთეო ხო და ესეთი ფორმით დაუტოვეს? ძალიან ცუდად დგას. აი ასა.
ოპერაციის არსი რა არის? შეიძლება ვერ აღვადგინოთ ევრული სისტემა, მაგრამ ხერხემლის სისწორე უნდა შევინარჩუნოთ. აი აქედან დააწყებინე, გადაუსვი, რომ აი ეს როგორმე დავწიო. აი ნახე, აი ძვალისა და აპროსტა რა. აი ხარი ზაქარ, მადლობა და მე რომ მაქსიმალურად მალე შემოგაშვებოთ, იმიტომ რომ მალე უნდა რა. გარდა ეტლებისა, ზაქარა მიუსაფარ ცხოველებს უმზადებს სახლებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ზაქარას უკეთესად გასაცნობად კი მე, ჩემი მანქანა და 10 წომარა საკვები გავემართებით დასავლეთისკენ, რათა დავეწიოთ ზაქარას კეთილ მანქანას და მასთან ერთად დავეხმაროთ იმ ცხოველებს, რომელსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. 2 დღე უკვე ზაქარა გზაში არის. აქამდე მოხონა ხოლმე დაახლოებით 6 შვილი სახლი. ეხლა უკვე წამოიღო მასალა და შუა გზაში მოგვიწევს აშენება სახლები. მან საინტერესოა ამ წვიმაში როგორ მოვახერხოთ. ჩვენი ერთგული მეგობრების დასახმარებლად კი ხშირად მხოლოდ მონდომებაც კი საკმარისია. ჩავთვალოთ ახლა რომ არც ხელსაწყო გვაქვს არაფერი. გაიხედ, გამოიხედები და ისეთი რაღაცები არის, რითიც შეგიძლია ელემენტარული პირობა შეუქმნა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ არ მოხდეს პირდაპირი ქარი, არ დააწვიმოს, არ დაათოვოს. აქ არის სივრცე, სადაც შეძურება რა. დავაი. ზაქარას მოგზაურობები კი მუდმივად სავსეა მოულოდნელი სიურპრიზებით. რანაირი შემთხვევა არ მინახავს. პროსტა ესეთი არა. მაგისტრალზე ვარ, მადლობა ღმერთს არავინ დავაზიანა. ყველაზე დიდი სირთულე არის მანქანის გაუმართავობა. მანქანა არის სახელოსნო, სახლი, საწყობი. პროცესი ფულს აგროვებ, ხო ეხა მანქანისთვის, რომ შედავით პროდუქტიულად გაატარო ეს შენი მოგზაურობები. კეთილი მანქანისთვის გაკეთდა სპეციალური ანგარიშის ნომერი, სადაც ვაგროვებ გროშებს. იმედი მაქვს, რომ ოდესმე მოუყრი თავს. აგე ზაქარა 1000-ობით ზახს ეხმარება და ჩვენ 1000-ობით ადამიანმა რომ ზაქარას დავეხმაროთ, თუნდაც მცირედით. დარწმუნებულია კეთილი მანქანის განახლებისკენ პატარა ნაბიჯებს გადავდგავთ. არა და ეს მანქანა დიდი ისტორიას ინახავს. ძალიან დიდი ისტორიას. მარტო საქართველო კი არა, მთელი მსოფლიო იცნობს. Forbes-ის მთავარ გვერდზე იდო кайხანი. აბრეშუმის გზის რაღაც დოკუმენტური ფილმი, რომელსაც მთელი ევროპა, აზია მოიცვა. ესეც შესულია. სიულეთის საარაკო და აჭარის ზღვა და მდელო. ყველა ჩემი სამშობლოა საყვარელი საქართველო. ავედით, მივხედოთ ჩვენ საქმეს. ჩვენი საქმე კი იმ ცხოველებზე ზრუნვარი, რომლებიც ერთ დროს მოვიშინაურეთ, შემდეგ კი მივატოვეთ. საჭმელზე მოვიდით? აჰა. და ეს სუბრიკა მადლობას ვუხდით ზოკლუს, რომ გვერდში დაგვიდგნენ და მოგვეწოდეს საკვები ამაჩეს. ავედით, ახლა გავაგზავნოთ უცებ მოგზაურობაშია შენ. აი, ჯორში. ეჰე. ო, შენ. ამაზო. გავაძლა. გურიამ დაგვახვედრა საშინელი ამი. და ეხლა მივდივართ ნასაკირალის. აქედან უკვე დაიწყო ჯოჯოხეთი. და ეს ჯოჯოხეთი შუა ტყეში დატოვებული ცხოველები არიან, რომლებიც ხშირად ისეთი დამშეულები არიან, რომ ერთმანეთს უმოწყალოდ უსწორდებიან. ეხლა გამოვიყვანე გვერდზე, რომ არ ეჩხუბო მის დიდები. უგეშინია, მე არაფერს გიზავ. მიდი, ჭამე. ადამიანების ნდობა მათთვის ძალიან უცხო რამეა. როგორი დამფრთხალია? მოფერება და ალერგიაზე საუბარი კი საერთოდ ზედმეტია. ვერ დაიჭერა რა მოსაფერებად. ო, იმიტომ რომ არ არის მიჩვეული მაგას. აუ, ამშიერია და როგორი საწყალია და ერთიც ხნაფუა. ამათ შემყურე კი ერთიც უგო გამახსენდა, რომელსაც ჩემი მაყურებელი უკვე იცნობთ. წრიპა ჩემს ერთ-ერთ ვიდეოში ტყის დალაგებისას ვიპოვეთ და ისიც შუა ტყეში ყველასგან მიტოვებული ცხოვრობდა. მაპატიე რა, ვერაფერს რო ვიხშოლი, კაი? წავედი ახლა ისე. ფაქ. აი აქ ცხოვრობს წრიპა მარტო. აი ესეც სიბნელეში. ასე გადიოდა კვირები და თვეები. წრიპას პატრონი კი არ საჩანდა. თუმცა ერთ დღესაც კიდე არ მჯერა, რომ 6 თვის შემდეგ წრიპა იცხოვრებს თავის ოჯახში. და ისე მიყურებს მთელი გზა. აუ შეშინებული. ჩამოჩქნები. დღესაც დილით გაიგვიძებს მაშო წარმოიდგინე. დაინახავს ამ წრიპულიას თავის სახლში თბილად ბედნიერს. და ამ დროს წარმოიდგენს, რომ რამდენიმე თვის წინ ეს ზაღლი მარტო ცხოვრობდა სადღაც ტყეში. ამაზე მეტი ბედნიერება რა შეგვიძლია საკუთარ თავს აჩუქო, რომ აი ესეთი არსება ნახო ყოველდღე შენს გვერდით გაბედნიერებული. მაშინ როდესაც წრიპას ესე გაუმართლა, უამრავი ძაღლი ისევ ღიაცის შქოს ცხოვრობს, რომლებისთვისაც მცირე ოდენი საკვები და თავშესაფარი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აი, რამდენი სახლი მოქვს აქ ჩადგმული? დედას გეფიცები. აი, ძალიან ბევრი. და არ არის. აი, სახლს რო დგავ, იმ სახლს იპარავენ. ნაწილი აი აქედან გადაყარეს, აი ნახავ ფრაგმენტებს. სახლის აშენებაზე რთული კი მისთვის სწორი ადგილის შერჩევა და გაფრთხილება. ზაღლე დატიებენ, მე რა ბუპაზე ნახავდი ზაღლი. ო, მე პირიქით ყრიან და მე პირიქით ჩობი, მაგას ოდინახან ზაღლე ყრიან.
ანუ აქეთ უნდა თხოვო ადამიანს სახლის დადგმა ხო და არაფერი. სამწუხარო რეალობა. ამიტომ პირველ რიგში უნდა ვიპოვოთ ადამიანები, ვინც ამ სახლებს გაუფრთხილდებიან. ხო, გურულებო, თუ სადმე ფლობთ ინფორმაციას, რომ საჭიროა მივიდეს კეთილი მანქანა, აგერ ვარ ბატონო და შემეხმიანეთ. და ჩვენი წვიმისგან შეფარებული სახელოსნო რაც ზაქარას აქამდე არაერთხელ დაჭიროებია. ნახე ადგილი შესანიშნავი, აი აქ სიმშრალეში საველე პირობებში ავაწყობ სახლებს. ეს კამი გამოვიყენოთ დასაჭრელ ადგილად. და ეს გაიელოა? ისე რამე პროფესიული შეხება გააქვს დურგობაცა. არაფერი ვაფშე. რაც გინდა შეგიძლია ის გამოიმუშაო, ხო იცი? და როცა 2000 სახლამდე გაქვს დამზადებული, გაქვს მონდომება და ხელსაწყოები, მაშინ არაფერი არ რთული. რაც მეტი გააკეთებ, მით უფრო ნაკლები საწვალებელი ვიქნები. მე და უფრო ბედნიერი ვიქნები. თუ გამოყოფთ რამე ადგილს, მე შემიძლია ეს ხალი დაგიტოვოთ. ანუ ის გავხდათ არაფერი არ მოხდება. აბა მიდი. დავაი. ასეთი ბედნიერი დღე დადგა ჩოხატაულის. რა ხელა დახტოვი გაგიხა. ნაბედნიერი თქვენი ხუთები. ძლიერი წვიმის გამო ბევრი ძაღლის ნახვა ვერ მოახერხე და რამდენიმე ტომარას აკვების დაგვჭა, მაგრამ აქ ზაქარას ერთი არაჩვეულებრივი იდეა მოვიდა. დავესტუროთ ერთ ხალბატონს, რომელიც აი ამ მხარეში ზრუნავს უამრავ მიუსაფარზე, უამრავ ზრუნავს როგორ ამოხვალთ აქამდე რა ხდება რა უხელამოწს გვერდზე. ჩვენს ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, ვინც ასობით ჩვენგანის გასაკეთებელს აკეთებს და ერთ-ერთი მათგანია ეთოც. ეს ანცუდი პატრონი ყავს აჩხუბებდნენ რა. სადმეო წაიყვანეო, თორემ მამამო თოფით უნდა მოკლასო და ამის წინა ნაგაზი მოკლა. ეთოს სახში კი ერთი დიდი სიურპრიზი მელოდა. ბეკოა იმენა. შემახედეთ ამ სახეზე, სახე მანახეთ. ესეთი ძაღლი მყავდა ზუსტად ბეკოს ვეძახდი. მინდო ბეკიკოს გავდა. ძალიან გასწრებულია. აი მე გენაცვალე. თუ რამდენი ძაღლი დაკეთებოდ გასერილი. მე ძალიან ბევრი. ვერც ვთვლი. ბოლო ერთ წელში ვიძახი ამას, რომ ალბათ ერთი 100-მდე ფისოა და ერთი 80 ძაღლი მაის. ანუ აქედან აი ეს დაირაზმება, ჩვენ რა გზაც გამოვიარეთ. ადიხარ სადღაც ჩადიხარ, მე მდინარეზე გადადიხარ, გადატოპავ, ამოტოპავ გას. აი ხელა ძაღლით, მეშმეშოკი და ემოდება მარშრუტკას. რო იქნებ გავლენო მარშრუტკამ, ქუთაისში ჩაიყვანა. ეს ხარა პირობებშიც ცხოვრობს, სადაც ამოიკეტა თავისი თავი, ის გამო რო ეს ცხოვრები გადარჩა, ჩემთვის არ არის სწორი რა. იმიტომ რომ, რავი, ახალგაზრდა ქალია, ძალიან ბევრი რამე შეეძლო და უცებ რაღაცა ყიურებს ცხოვრობს იმის გამო, რომ ანუ თვითონ ქნა ეგრე და მეუნება იმატებს და იმატებს. 27 წლის ბიჭი რომ ეტყვის, თუ არ წაიყვან, ქვა უნდა მოვაბადა მდინარეში ვისროლო, რამე ქნაბა. ასეთები მომყავს. იყო ზრდა ქონდა შეჩერებული წვალებით. შალვასთან უნდა წამეყვანა გასასტერილებლად და დაიყო 300 გრამი და გადაიღე კაცი. უკვე მივხვდი რომ მეტის მოსმენა აღარ შემეძლო. ამდენი სიცივე, ამდენი ტკივილი, ამდენი უპასუხისმგებლობა. თუ ყოველივე ეს დაიმსახურეს ჩვენმა მეგობრებმა. ხშირად მგონია რომ ამ სიტუაციიდან გამოსავალი აღარ სადაა. თუმცა ყველაზე ბნელ სიზმრებსაც კი გაგიფერადებს სიკეთის ნაპერწკალი. და ეს ნაპერწკალი შენ ხარ. ახას. მოდები აგერასე. აქედა კარი. არა, აქ. ემას, ეკაია. ემას, რაც ასე რო დადგა. იქნა კარი უწევს. სიტუაციასაც გააკონტროლე. ძალიან დიდი მადლობა. გაიხარე მალხაზი. კარგი საქმისთვის, ყურადღებისთვის გაიხარე. და სასიამო გამოცდილება იყო. გავს აქტივობაში მონაწილეობის მიღება. კარგია. ამ ემოციურად დამღლელი დღის შემდეგ კი გეგონა რომ სახლში მშვიდობით დაუბრუნდებოდით. ჩვენი კეთილი მანქანა ბოროტად გვექცევა. ეს გამოძურა და ამა გადრიჯა ბორბა. მანქანა კი ყველაზე ცუდ ადგილას შუა გვირაბში გაფუჭდა. წავიდა ზაქარა ეხლა საბურავის გამოსაცვლელად და იმედია ტრაილერი არ დამეჯახება. ამ საოცრად დამღლელი და ემოციური დღის ბოლოს კი მხოლოდ ერთადერთ რამეზე ვფიქრობდი. ნეტავ ზაქარას ერთი კაი გამართული მანქანა ყოლოდა. ძიმი გოგო. რომელი უფრო შენი გოგოა? შენცესა. ამ ბოლო დროს რა ყველა სამიყვარდა.
ზუსტად ამ დროს იყო ქიცინა 2 წლის წინ ცუდად. Вообще არ ეკიცინება, მაგრამ მაინც აკიცინებს კუც. ქიცინას ფეხზე მავთული მოაბეზდა და სამწუხაროდ მისი ამპუტაცია მოგვიწია. მაშინ მივეცი ქიცინას პირობა, რომ იქნებოდა ყველაზე ბედნიერი სამფეხა ძაღლი. ხედავ, რომ უკეთესობისკენ მიდის ტოლმა, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად, კარგად ჭამს, უკვე დაიწყო წინათათებით ფორთხიალი. ზაქარა მეტლი მალევე დაამზადა და ჩვენც მასთან შესახვედრად გავეშურით. ეხლა არ მითხრა 818 ეტრიმა გაკეთებულია. კი, მეტი დაჟე. გერმანიის ერთ-ერთმა კლინიკამ თხოვა, არ მოუდგენელი იყო მაგათთვის 10 წელი ვაჩუქე. ალმუშკი გექნება ეხლა პანავიდუში. ტოლმა საერთოდ კი დღეს სხვა 3 ძაღლის გაბედნიერდება. გურა ხარი? ცაცარა. ეს არის გურული ცუგა, ალის საქვია. ზეო ვიფკი. ეხლა ეს უნდა შევუკრათ მუცელ. წინა მხარე არაწიო და უკანა ფეხები ბოლომდე ჩააყო. მე არის ყველაზე მთავარი. ვარჭობ დროშას და გავუშვებ ხელს. მოდი ჩემთან. მოდი აქ. მოგიწონა? ჰა? ადი. მოდი აქ. მოდი. აი ეს არის იმხელა, აი ბიჩებისთვის და იმხელა სიამოვნება, რომ ეხლა ერთი თვე ვიფრე ჩვეულებრივად ფაილში. მე არის. ძალიან დიდი მადლობა. წავიდა. რალი. თურამეში დამატებით შევძელი თქვენი თანადგომა აქავარ. სუხაზზე ვარ. ბედნიერები დაუბრუნდით სახლში, თუმცა სამწუხაროდ ტოლმას და ეტრის ურთიერთობა ისე არ აიწყო, როგორც მე წარმომედგინე. ამო, ცოტა ეგრე დარჩები. ტოლმა გოტას დაუჯერე წადიწი. ჩვენ წავიდით და მგონი წამოვა. კი, ამას ვიმანდენა, ძალიან წუსტება. სამწუხაროდ ტოლმას არ მოწონს თავის ახალი ეტლი, ან უბრალოდ ძოჭირდება რომ გიეჩვიოს. აი ეს არის ტოლმას საუკეთესო მეგობარი, ვისთან ერთადაც გაიზარდა და ორი თვე გავიდა ოპერაციის მერე და ჯერჯერობით ერთად არ უთამაშიათ და ესე შევიდან უკვე ერთად. ისეთ შეცვლილია ჩემი გოგო, ძაღლები ვერ ცნობენ აშკარად. გარდა მენტალური მხარდაჭერისა, ტოლმასთან ერთად ძაღლის მოვლას უდიდესი ფიზიკური შრომა ჭირდება. ამის 4 საათი დაიწყო და თქმა ტოლმა რამდენი ხნის დატოვებული დახვდა მოსავლელი. თქმა ის გასაეცხია, ის გადასაგდებია, იატაკი მოსაწმენდია, ეს ძალიან გადარჩა დაძინებას ტოლმა, ვარ ინახა ჩემს მეზობელს, მონიტორინგი წაიყვან და უჭველი დააძინებენ. ალბათ ხვდებით ამ ხელას შრომა, თავდადება, სირთულე, ენთუზიაზმი, გონდომება, დრო, სიყვარული ჭირდება ამის გაკეთებას. ძინების საფოში. მაგრამ ტოლმას რა უჭირს? ეს არის ძაღლების ყველაზე დიდი თავშესაფარი საქართველოში, სადაც ამჟამად 400-მდე ძაღლი იმყოფება. თავშესაფარი არის ადგილი, სადაც ხვდებიან დაკარგული, მიტოვებული და ტრავმირებული ძაღლები, რათა იმკურნალონ და იპოვონ ახალი პატრონი. ჩვენი რეალობიდან გამომდინარე კი მათ დიდი ხანი უწევთ აქ გაჩერება. ხშირ შემთხვევაში კი სამუდამოდ. თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარში 50 ვოლიერია. აქედან კი ერთი განსაკუთრებულია. ამ სექტორში 50-მდე ხეიბარი და ტრავმირებული ძაღლი გადის რეაბილიტაციას. მათი ყველაზე დიდი იმედი კი 10-ია. იყო სულ დასახიჩრებული, ვერ დგებოდა. ეხლა ხედავ, არწივივით არის. ეს არის ბათუმი, ეს არის მთავარია, ქავარი მონსტრი. შემოპარულია? არა, ეს არის სუპერდედა და ლეკვებს გვიზრდის. თავიდან მოვედი მოხალისე, მაგრამ მე რომ ნახე რა სიტუაციაა, წამოვედი ერთი სამსახურიდან, აპრილის მერე თანამშრომელი ვარ. ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ ჩემი აზრით. ნათიასთვის და ამ ძაღლებისთვის კი მოხალისეები უდიდესი შვება და დახმარებაა. ზოგი მოდის დასალაგებლად, ჩამოსავარცხლად, ან გასასწრებლად. ყველანაირი მოხალისე გჭირდება. მე კი დღეს გადავწყვიტე, რომ ყველანაირი მოხალისეობა შევითავსო. ვიცხად, რა თქმა უნდა, ჯერ დაალაგებას. აჰა, შენ. ვოლიერის დასუფთავების შემდეგ კი მათი საწოლების მოწესრიგების დროა. პირველ რიგში ვავლებთ მიმძურ ნაჭრებს. და მერე მანქანაში. კაი, ეს ურთად ყოფნა? ოკეი, დაახლოებით 2 საათი მოვდით, ცუგოების პირველადი ჰიგიენის
დაცვას. ეხლა კი მათი გამოკვების დრო მოვიდა. ამზადეთ სპეციალურად დალბობის საკვებს, რადგან ხეივარ ძაღლების უმეტესობას აქვს საჭმლის მონელების პრობლემა. მსგავსი საკვებით უმარტივებთ მათ ამ ამბავს. ნუ, თქვენ ფიებს ელოდებით? ცუგების მოწესრიგების და დანაყრების შემდეგ კი ნათიასთვის მცირე დასვენების დრო მოდის, რასაც ხშირად თავშესაფრის სხვა ბინადრების მონახულებაში ატარებს. ორ ვოლიერში არის ცუგები, რომლებიც არიან მზად გასამგზავრებლად გერმანიაში. აცრილები, დაჩიპულები. ტირექს მიყვარ ხარ ძალიან. ტირექს ქვია, იმიტომ რომ ესე დაბაჯბაჯებს როგორც დინოზავრი. გურ მომენატებს. ამას მონსტრიკა ქვია. რა, ლამაზი კბილები არ მაქვს, მაგრამ კარგი გოგო ვარო. დაბერდა უკვე. სიმსივნე ქონდა, ოპერაცია გაუკეთეს. ახტება ცუგებო. მოდი. აი ესეთი ლეკვები, ესეთი ლამაზი დასული ძაღლები არიან აქ და ელოდებიან ახალ პატრონებს, ელოდებიან ადამიანებს, ვინც მათზე იზრუნებენ. მცირე გასაირნების შემდეგ კი ისევ ჩვენს ვოლიერში ბრუნდება. ეს არის ნოდო, ადამიანი ლეგენდა. ნოდო არის, ვინც მუშაობდა აქ, სანამ მოვიდოდი, სული და ამათ. საჭმელი კვედები, წამები, ეს არის იმის ნაწილი, რაც მათ ყოველდღურად ჭირდება. მედიკამენტების მიცემა, ჭრილობების დამუშავება და დავარცხნას დღის რუტინის ნაწილია. ამ დატვირთული დღის რეჟიმში არ უნდა დაგვაუწყოს ერთი მნიშვნელოვანი რამ. გარდა ფიზიკური ზრუნვისა, აუცილებელია მათ მენტალობაზე ზრუნვა. შეგიძლიათ უბრალოდ მოხვიდეთ და მათ ეთამაშოთ, მოეფეროთ და აგზნობინეთ, რომ ისინი ძვირფასები არიან თქვენთვის. გახსოვდეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ შეუმსუბუქოთ ეს შრომა ნათიას და გაულამაზოთ დღე ამ საოცარ ცუგოებს. ტომას ავარიიდან 9 თვე გავიდა. ტომში კარგად იქნება. ხომ შენ ხარ წაიყვანე ტომა რო გაჩუქედა? არა. და თუ არ წაიყვანე? რადგან ჩვენ მოსაკუკი არ გვაქვს. ეს მოსაკუკი კი სპეციალურად ტოლმასთვის გაკეთებული ვოლიერია. ტოლმა სჭირდება თავისი პატარა სიუცე, სადაც დღის ძირითად ნაწილს გაატარებს. ძალიან მიხარია. ეხლა ვიცი რა უნდა გავაკეთო, რომ ტოლმას იქ დაწოლა გაუსწორდეს. ნათქვამია, რომ ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, მით უმეტეს ძაღლი და ჩვენც მივეჩვევთ მსგავსად ცხოვრებას. ამ რთულ და ბურუსით მოსულ გზაზე შემხოდ, რომ ადამიანებმა დამანახეს, რომ ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის ბრძოლას და ზრუნვას ყოველთვის აქვს აზრი. ტოლმასთან ერთად ცხოვრებამ კი კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები, შეზღუდულია მხოლოდ საშუალებები. შეზღუდულია ემპათია. შეზღუდულია სიყვარული. შეზღუდულია სოლიდარობის განცდა. შეზღუდულია თანადგომა. და უბრალოდ შეზღუდული ადამიანობა.